წყლის მარცხენა სანაპიროზე გზის დაზიანებული მონაკვეთის გამაგრება და გეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. სავალი გზის აღდგენა მაისის ბოლოს იგეგმება. ხიმინჯოვანი კედლის მოწყობის სამუშაოების ტემპი კი წყლის დონეზეა დამოკიდებული. სამუშაოების ღირებულება 5 მილიონი ლარია. მაკოლ ორთქიფანიძის სიუჟეტი. მარცხენა სანაპიროზე იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ გზის სავალ ნაწილზე ბზარები გაჩნდა და გზა ჩაინგრა, დროებითი დამცავი ჯებირი მოეწყო. ტერიტორია უსაფრთხოების მიზნით შემოისაზღვრა და გაკეთდა სამშენებლო მოედანი, სადაც გეოლოგები მომხდარის მიზეზებს იკვლევენ. გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენს წყალუხობა, გაზაფხულია და გვესმის ყველას, მტკვარი მოდიდებულია, რაც გარკვეულ წილად აფერხებს სამუშაოებს, თუმცა რაც შეეხება სავალი გზის აღდგენას მაისის ბოლოს სამუშაოები დამთავრებული იქნება და ავტომობილების გადაადგილება უკვე თავისუფლად იქნება შესაძლებელი. მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევები, თუ რა ტიპის ხიმინჯოვანი კედლის სამუშაოები უნდა განხორციელდეს. სპეციალისტების შეფასებით გზის ჩანგრევა ნაგებობის საფუძველში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ჩასვლითაა გამოწვეული, რამაც დროთა განმავლობაში ნაპირდაცვის კონსტრუქცია დააზიანა. საბოლოო დასკვნის შემდეგ უკვე მომზადდება პროექტი და დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები უშუალოდ გზასა და ტროტუარზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი ეტაპის სამუშაოებს, რაც მოიცავს უშუალოდ ტროტუარის ნაწილში და საგზაო ნაწილში გზის გახსნას, დავამთავრებთ მაისის ბოლოს, ხოლო შემდეგი ეტაპი ეს არის უკვე დინარის მხრიდან სამუშაოები, ასე ვთქვათ, ამ კედლის მოპირკეთების სამუშაოები, ეს უკვე დამოკიდებულია მტკვრის წყლის დონის დაწევაზე. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ მდინარის მხრიდან რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი აშენდება. აშენდა დროებითი კედელი, რომელიც გვაძლევს საშუალებას უშუალოდ მომუშაოთ სპეციალური დანადგა, რომელთაც მოხდება ხიმინჯების მოწყობა, კედლის აშენება, გზის გახსნა, ხოლო უშუალოდ ნაპირდაცვა, კედლის ჩამოსხმა გაკეთდება უკვე, როცა წყალი დავარდება ივლისის თვეში. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაახლოებით 50 მეტრიან საგზაო მონაკვეთზე სამუშაოები დაახლოებით 3 თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 5 მილიონი ლარია.